წარმოგიდგენთ 14 წლის პაციენტს, მოვიდა ასეთი ჩივილი, ქვედა ფრონტალური კბილი ბლოკავს ზედა ფრონტალურ კბილებს, რაც იწვევს ასიმეტრიულად განვითარებას ყბის ამ სეგმენტში და სასწრაფოდ უნდა გასწორდეს. პაციენტი არის 14 წლის და მკურნალობა უნდა დაწყებულიყო 6 წლის ასაკში, როცა სარძევო კბილი მოიცვალა და მუდმივი ამოდის არასწორად. საჭირო არის ამ კბილის გასწორება მასაჟით. არ გინდათ ექიმი, არ გინდათ სტომატოლოგი, უბრალოდ ქვედა საჭრელი კბილი ამოდის ჯერ აწვევით უკან და ის დადგება სწორადგილას და ზედა საჭრელი კბილი ამოდის უკუთან კბილაში და იმას აწვევით წინ და ისიც დადგება სწორად და სახე განვითარდება სიმეტრიულად. მართალია პაციენტი მოვიდა ერთი უბანის ჩივილით, მაგრამ ჩვენ ყველა პაციენტს ვუღებთ ცეფალოგრამას და ვუყურებთ ზოგადად როგორი პაციენტია, როგორი სახე აქვს, როგორი პროფილი აქვს, ხომ არა ძალიან შეზნექილი, ძალიან გამოზნექილი, კბილები ძალიან გადახრილი და ამის მერე ვიწყებთ საერთო მკურნალობის გეგმის ჩამოყალიბებას. არა მხოლოდ ერთეული კბილის გასწორება, არამედ საერთოდ პაციენტის მკურნალობა. აუცილებლად ვისთვალისწინებთ მისი სახსრის სტრუქტურას და მდებარეობას და ვუდგებით პაციენტს ზოგადად ყველაფერს უნდა შევხედოთ და ვუკურნალოთ. ვათვალიერებთ რენტგენს, ვხედავთ, რომ ნამდვილად არსებობს მუდმივი კბილების ჩანასახები, თამამად ვიღებთ სარძევე კბილებს და ვცდილობთ ამოვქაჩოთ ეს სარძევე კბილი. ესე იგი, მთავარი მიზეზი, რისთვისაც პაციენტი მოვიდა, ის იყო, რომ ქვედა კბილი ბლოკავს ზედა კბილს და არასწორად ხურავს პირს და როგორც კი ვიწყებთ მკურნალობას, ქვედა მუდმივი კბილი თავისით ტუჩის დაწოლით და ბრეკეტის გარეშე თავისით სწორდება. ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ გამთიშავე ბჟენები, გვინდა ეს ფრონტალური კბილი გადმოვწიოთ წინ და ქვედა კბილი სწორდება თავისით, მასაჟს არ ვუნიშნავთ და დააკვირდით, როგორ კარგად შეიწია ეს კბილი და ძმოვანი ქსოვილი, გრძილი, ყველაფერი გაუმჯობესდა. და შემდეგში ქირურგს ვთხოვთ, რომ გაჭრას ეს უბანი, დააფიქსიროს ორთოდონტიური ღილაკი და არ ვიწყებთ ქაჩვას, იმიტომ რომ თუ დავიწყებთ მოკაჩვას, ეს კბილი შეიწევს შიგნით, ეს კი არ დაიწყებს აქეთ გამოსვლას, ეს კბილი შეიწევს შიგნით. ამიტომ უბრალოდ ველოდებით, რომ სიგრძეში გაიზარდოს მუდმივი ეშვი და როდესაც უკვე ყველაფერს ვასწორებთ და კბილები გადადის მაგარ კალზე გადაყვას ორთოდონტიური მკურნალობა, მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთებთ დამატებით რკალებს და ვიწყებთ მსუბუქი ძალებით აი ამ ეშვების მოკაჩვას. ასეთ პაციენტის მკურნალობას უნდა დრო, იმიტომ რომ ზოგადად გვიან ამოსდის ეს კბილები, აი 14 წლის ასაკის არის და ქვედა მუდმივი კბილი ჯერ კიდევ არ არის ამოსული, ამიტომ მკურნალობის დრო სავარაუდოდ არის 2 წელზე მეტი. ეს უნდა ვიცოდეთ წინასწარ, უნდა გავართულოთ პაციენტი, რომ ეს არ არის 2 თვიანი, 6 თვიანი ან 12 თვიანი მკურნალობა და უნდა გაცილებით მეტი დრო.